კანი მომისმინე ერთი წუთი რა. იქნებ უკეთესიცა, უფრო კარგი ბიჭი ნახო, შენი შესაფერისი და ოჯახის შესაფერისი. მოიცა რას ნიშნავს შესაფერისი? ხო შეგიძლია რომ დღეს მაინც არ მომიშალო ნერვები. გადავწყვიტე ხელფასი გაგიზარდო. ვაი? უკვე დროა. ჩემოქეთი რომ ახალგაზრდებს დაუთმოთ ასპარეზი. მოკლედ პოსტოვებ. კლინიკიდან მივდივარ. კაი. ეცექი. ეთი ვირუსია? წამალი მოუტანა ლიზიკოს? აი ეს ფული აიღე და მანქანა გააკეთე. ხო და ვინები იყავით ბოლომდე? ავი ჩვენ რა, მე ნინი მოვიდა რა. რა ნინი რა იყო შენ კიდე რა ნინი? ვერ გაუწრაკე მაგოგოს, ხო იცი რომ მაგრამ კიდია. რა? ორსულად ვარ. დედა, გამოდი ვისაუბროთ. არა, მინდა რა მაგვიანდება. რა გაგვიანდება 9 არ არის ჯერ. შეხვედრა გვაქვს და არ მინდა რომ გვიან მივიდე. ვიცი, ხა შენ რომ დაიგვიანოთ, ამაზე არაფერს არ გეტყვის. არ მithქვამს თამაზი რომ მიდის? რა? ხო, გუშინ მითხრა. კიკეთში გადადის საცხოვრებლად. კარგად თუ არის. რა დროს მაგის წასვლა იყო? მოდი ერთი მომიყევი. ავას ხო დალევ. აი, დამისხი დავლე. მოკლედ უნდა დავისვენო. მაგისი საქმეა, მაგრამ ადრე იყო ჯერ მაგის წამოსვლა. რამეში ხო არ არის საქმე? არა, არაფერში. უბრალოდ იმდენი წვენმანია კლინიკაში, იმდენი სანერვი მოყვა რა. ასაკშია და უკვე ეგეც. კარგი კაცია თამაზი. სუპერჩი გვედგა. რამდენი ამაგი აქვს შენზე? ხე. ხელფასი მომიმართა. რას მეუბნე, მართლა რამდენი? 200 ლარი. მე ვეღარ შევძლებოდი. ვაიმე, აი ღმერთი გაახარებს, ღმერთი, ოქრო კაცია. ამას რო ვერ ხედავს მამაში. ვაიმე, ვაკოს გაგვიდება კიდე დამავეწოდა. ვაკო, ადე კიდე დიკო არ დაგაგვიანდეს. უიწავ. რა ქენი ეს? მე რა იყო?
გიორგაძეებთან უნდა წამეღო ეს ბისკვიტი. და არ ვიცოდი, გეთქვა რა, ბოდიში. კარგი ხო, ისედაც მეზარებოდა ერთი ამის იქით წრევა. აუ, მაპატიე. მოის რა მეხდება დღეს იქ? არაფერი რუსუდან მომთხოვა, ჩემი დაქალები მოვლენ და შენი ჩიტის რძე გამომიცხვეო. მომისმინე და ახალი უფროსი ვინ იქნება, არ იცი? აზრზე არ ვართ. ვიღაცა ეყოლება ნამდვილად ახლა შეთვალიერებული. შეიძლება უბრალოდ ჩემს არ ვთქვამს ხოშნე დღეს ყველას ერთად ხვდება თანამშრომლები და იტყვის რა. გავიდეთ ერთიან და გორგოებას. ბაკუნა! ბაკო, დედი, მივდივართ ჩვენ. დედიკო, წავედი ჩვენებაში. გასაკეთებელი და ესეც გასწორდება რა. მე უნდა მალი არის რა. სათხა რამდენი ხანი ხო? 1 საათია გელოდებით. მაგრამ დაგიმტრევით, ხო? რა მოხდა? აი კითხე დებილი რო. აუ ბიჭო, ჩემი ბრალი არ არის მე. როგორ ეყინა მანქანა გახსოვს? თუ გაჩერებულ მანქანას რო ურტყავ, ხო შენი ბრალი? ესების ნუ მებაზრები რა. ჩემი ბრალი თუ არის გაგიკეთე. მე არ მithქონს რომ გამიკეთე. ამე მაბრალებ გიჟივით და შენი ბრალია. დააჯვი რა. აი შენი ბრალია რას დასულა? აი შენ ვაფშე ვიზებაზე, ბიჭო. ვაფშე ვინა დაგირე რა. ტაქსისტია დარეკავს რა. ძალიან ის მანქანა. მოძია, მაგრამ გასაკეთებელი. უნდა გაუკეთო, ხო იას? უნდა გაუკეთოს არა ის. ვიცი, აბა რა ვქნა, დავემალო შეჭა. ბიჭო, რო დაგირეკავს მე დაველაპარაკები და გაუიასო. წამო ხა ლუდი დავლიოს რა. აუიას. გეუბნები ძმაო, ვიბრიდები ხო, ბიჭო? ხო. აი, წავედი. წავედი. რა ვქნა, ისე მოდი ყველა მანქანით წავიდეთ და ზუკა დავსვათ. აი, ძალიან მაგრა ხარ დავაფშე შეძო. ძალიან მაგრა გაასწორა. 3 უთხრა? 3 რა. ბიჭო, რა ვქნა ეს? რაზე? დღეს აქ ვიждები. გვიან გავერთოთ კლუბში. დღეს იმათ კორპორატიულია, სალომე სამსახური. თელი მაგის ადაკალო იქ იქნება. მე შევა. რაღაცას ვიჩალიჩებ და შევვალთ რა. და ფული გუნდა. მე ძალიან დახეული მაგ დღეს. მე 200 ლარის პონტი მაქვს მაქსიმუმ. 200? შენ გააკრამე? მე მაგ, მაგრამ მანქანის ვის მჭირდება. ტვინს მოწყნავს მამა ჩემი, არის ცირა როჟაში. აი კიდე და მე გავაკეთოთ რა. მე როდის? იმ კვირაში. ერთ დღეში მაინც ვერ გაკეთდება ეგ მანქანა. იმ კვირაში კიდე მე მოგცემ ფულს. უეჭველი მოგცემ. კაი, არ ვიცი, ნახოთ რა. ნახოთ კი არა დღეს უეჭველი ვაკაკებთ რა. ალო. ხო, გისმენ. ხო, რა ვიცი, ნახო. რა დამირეკე და სადაც იქნები ნახო. ვაი. რა. არაფერი ვნახეო. ფული უნდა, ხო? რა ფული, ბიჭო, საათ არის მაღაზია მისაცემი ფული. მე დავებაზრები მაგას. აი რას დაებაზრებ. შენ რა გინდა, ვნახავ და დავებაზრებ. გავაიასნე. გამარჯობა. ძალიან დიდი ბოდიში მინდა მოგიხადოთ კოლეგებო, რომ საქმეს მოგწყვიტეთ. არა, ეს ამბავი შემეძლო მეილით გამომეგზავნა, კიდე კედებზე განცხადება გამომეკრა, მაგრამ ძალიან დიდი ხნის წინ, როდესაც მე ამ კლინიკის სათავეში მოვდიოდი, ჩემმა ყოფილმა უფროსმა
ასე ამცნო თავის თანამშრომლებს. მოკლედ ძალიან დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ დროა უკვე წავიდე კლინიკიდან. თანამდებობა უნდა დავტოვო. კლინიკა მომავალ თაობას ახალგაზრდებს უნდა დაუთმოთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ერთად გატარებული წლებისთვის. ისეყურებიანი კედლების ამბავი მართალი ყოფილა. შეიწყადეთ მაინც რა დაგემართათ. გაიკვირვეთ. მოგვეთ სულეს იყო ის თქვაც მინდოდა. როგორც კი ახალი უფროსის ამბავი გაირკვევა, მე თვითონ შეგატყობიეთ და გაგაცნოთ. მანამდე კი ჩემს კაბინეტში ვრჩები და თუ ვინმეს რამე გაინტერესებთ, მოდით და შემეკითხეთ. ეხლა კი შეგიძლიათ საქმეს მიხედოთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. აი ნახავ რა, მაგარი დაბნეულია და სულ ერევა აუდიტორია. მართლა? ყავ ხوار გინდა გეთო. მადლობთ. ხელოვნებაცოდნეობას ასწავლის თან. ვიცი ეგ, ის არის ხო? მაღალი ეს ვარდისფერი პერანგი რო აცნობ ხალხს. ხო, ზუსტად ეგ არის, ხო და პირველ დღეს მოკლედ აქ რო დაიწყო მუშაობა, ნახაცხილში თავისი აუდიტორია შედის და იწყებს ლექციას. და შედის თან ფიზიკოსებთან, სადმე 100-ში და რამე კი არა. და 9 საათი ლექცია მიდის და ეს როლებში შესული და გონია რომ მაგარ ლექციას კითხულობს და რაღაცა. უსმენენ ეს სტუდენტები გასასულები რა წარმოიდგინე და ბოლოს ვიღაცა ადგა და უთხრა რომ პატივცემულო არა გვაქვს რომ საერთოდ ეს ხელოვნებაცოდნეობაა. ბიცანო? ანუ შეეშალა ის აუდიტორია და შევიდა ნიტო ფიზიკოსებთან, ნიტო ინჟინერებთან არ მახსოვს. კაი ეგ როგორ დაეგრე რა შეეშალა რა. და იმ სტუდენტს რო არ გაეჩერებინა წარმოიდგინე ბოლომდე ამ ლექციას ჩაატარებდა. ესენი ერთმანეთს იცნობენ? არა. საიდან? რა მჭამო? მე ვჭამ სენდვიჩს და არა არ გაჭმევ. სუსტად ვიცი, იმიტომ რომ ნინამ ჩაგვიტარა ადრე ტრენინგი სამსახურში. ლევან ეს ბედნიერი არასდროს არ მინახავს. ისე შარანაირი სამსახური გყოლას რო იცნო. აგენტია. და ჟენინო გათხოვილია იცი? კაი მართლა? აი მორჩით რა ჭომა ამას. რა მჭამო სპაგეტი ჯობია თუ კონსერვში. ზუსტად ვიცი რომ ლევანი აბავს. თან ხო უცოლოა. აი მომეც გეხოწები ძამში არავარ გადაჭდით. ბექა. ხო მე ვარ. რაღაც მინდა რომ გითხრათ დღეს გეცლება? კი. კი შეხვედრა აუცილებელია. რავი, დღეს გაიჩიტები? კაი. Ой, акай. ხო. აბა რა ხდება? ეს მესიჯებით რაღაცების გარკვევა კაი პონტია? რავი, რაც იმ მესიჯი მოგწერე, იმის მეტი სათქმელი არც არაფერი მაქვს. სხვადასხვა ტიპები ვართ, დავშორდით ერთმანეთს. ნუ რას ვიზავთ, ესეც ხდება. რას ქვია ესეც ხდება? 2 დღის წინ კარგად ვარ, სადღაც ვერთობით. და მე მწერა მშორდებით. ჰანი. შეგვი რა. შენთვისაც კარგია და ჩემთვისაც. შევეგუა რა. კიდე რამე გაინტერესებს? არა. არაფერი მაინტერესებს. ესე იგი ხაჭაპური, ლობიანი ხილი, შამპანიური 10 ბოთლი, კიდე 10 ბოთლი შამპანიური ვისეყოფა. 10 მარტო ტრავმატოლოგიურის ბიჭები დავწერე. კარგი ლია, იყოს 15 ჩაწერა. ვისე რა უხერხული იყო რა. რაზე ამბობ?
ყველამ რო იცოდა და არავის არ გაგვეროდა. მე ხო, იცი მეგონა მარტო ჩვენ ვიცოდით. კარგით რა, აბა კიდე რასელოდით ახლა. კაი, რას ვიდულობთ კიდე? აუ, ბუშტებს ეგეთ რამეები. რატომაც არა. და ის ერთჯერად თებშები და ჭიქები არ დაგავიწყეს ჩაწერე? აი, ისინი მთელ კლინიკას უნდა გავაგებინოთ. ხო, კაი, ნუ მოკლედ, მაშინ მივწერ ყველას მეილს, რომ საკონფერენციაში ვიკრიბებით თქო და მე გააგებინან ერთმანეთს. კარგი, მაშინ ბაიას გავყვები მე. არა, მე და ბაია აქვე გადავიდეთ. შენ ცირაკენი შედით ამასთან. და მკითხე რას აპირებს დღეს იქნებ სადმე მიდის, ან ადრიან მთავრებს, ან მე გაგვაგებინეთ ჩვენ. მოკლედ, წავალ ხა მე მეილს მივწერ ყველას და ჩამოვივლე რა. ხო. გჭირდება კიდე რამე. წავედით მაშინ. მე დამცხრები არ დაგავიწყდეს ჩამოვივლე. ვაფშე არ უნდა მიგეცა ნომერი და. აი, ვირაზმა არეკავდა პატრონში. ნუ იქვე უნდა გაგვეიასნებინა რა. გაიასნება კიდე და იქამდე გაგეიასნება. ხო და ეხლა რომ მოვა მე გავუიასნე. აი, მოვა. აჰა. გაუმარჯოს. რაში აბა საქმე? ახლა ახლა იცით? ვიყავი პროფილაქტიკაში. 200 ლარი უნდა რა. არა, ჩემები არიან და იაფად ვიკეთებ. მერე? რა მერე? 200 ლარი უნდა. მაგრად ეხავ. ხო მიკეთებ, მანქანას. ხო შევთავაზ, კაცო. ხო მითხარი, დამირეკე. იზა ჩემი, მომისმინე ერთ წამს. დაგირეკო არ ნიშნავს იმას, რომ მანქანა უნდა გაგიკეთო. ან ჩვენი ბრალი ხო არის. არასწორად გველს გეყენა მანქანა და ჩვენც ვეღარ აგაცილებთ რა. ხასამბო, კაცო, ჩემთვის ვიდექი წყნარად და დამეტარი. ჩემი ბრალი საერთოდ არ იყო, თუ გინდა ვკითხოთ, ვისაც გინდათ, ბიჭები. ვიდა პატრულში დავრეკო. რა პატრულში უნდა დავრეკო? კაცურად გელაპარაკებით, ხო? ხო არ გავიქეთ და ხო არ დავიმალეთ. ან პატრულში რო რეკავ რა გონია, რას გეტყვია. იქით დაგადებენ ბრალს, რომ ავარიის დროს რატო არ დარეკეო. გინდა ეხა იქ ჯარიმა? ბიჭებო, მე ტაქსისტი. იმის გაკეთების ფული სადამოს. არა მაგდენი ფული. მესმის გიზდა ჩემო, მაგრამ არ ჩვენ არა გვაქვს ამდენი ფული, მე მილიონერებს გავართ. თან ეს მანქანაც გასაკეთებელი ყავს, ხო? ზუკა. რაცადე ერთავს. ამუბნელები ვართ რა. ჩვენი ნომერიც გიწერია. ეხლა რითიც შეგვიძლია ჯიგრულად დაგეხმარებით რა. თვის ბოლოს დარეკე. ასამბო. მანქანა დადის. მანქანა კი დადის. ხო და შეო ეგეც უკვე საქმეა, რათან გვეჩქარება, ჩვენ და უნდა წავიდეთ რა. წავედი გიო. დავაი მაგრა. რას ბავშვობს? რას ბავშვობს? ანსაშინელება იყო გახსოვს? რატი შენ ისე ვარ წამო, ხო? ой, თუ წავიდე წამო. მე ხათ ხარ შეჭი. ავი რა ვდექი რა. ინსომნია გჭირს. ბიჭო რა ვქნათ დღეს? ბიჭო არ ვიცი რა მისავი რა წამხები რა. მე? ვიცი, დიდაკარიან. ლექციების მე შემოგვიდეთ რა საქმე მოკრავს. მარტო მე? რა ხო არ ხდება? არაფერი. საქმე მოკრავს და სერიოზულად. მორწმენი რა შეიძლება. შანსი არა. ვერ ხედა უეჭველი უჩველი. თუ თქვენ ხო არ დატოვეთ არავინ გასაჭორი აქ. აკა რომელი გირჩევნია დღეს კლუბში წავიდეთ თუ რატისთან მოვაწყოთ ინტელექტუალური საბამო? რა ხდება რა? ბიჭო მარტო ვარ დღეს. ჩემთან ავიდეთ მეთქი ამათ ვეუბნები. და ამას უყუროთ და ცოტაც მოვთრუყოთ რა. ხო, მაგრამ მე კლუბში მირჩევნია. სხვა ვარიანტი არა. რა გინდა რომ? ავი სულ ერთი. ხო და ავიდეთ ჩემთან რამე ფულს გადმოვწერ რა. ო, ბაზარია რა. კლუბში წავიდეთ. მე მიზარება. რატო? აუ პროსტო. რაღაცა გჭირს.
არაფერი, просто მეზარება. შეყვარებულია და იმ გოგოს არ უყვარს. დის? რა ვიქნება ვინმე ახალი. აი ეს რა შესაძლებელია ნუ გაბაგიჟე. კაი, წავედით, რა გვეჩქარება ლექციაზე. ქათმის სალატი გასი. აი მე უგემრიელესი, არა, რა ხელი აქვს ამ ნანას თქვით რა. აბა. არა, მე რო ნანა მყავდა სახში, ნამდვილად გავსუქთებ. ნამდვილად შენ? ყოჩა. ისევ დარბი ხარ ხო? არა, სათამახ მაგისტრო. მიდევს ის ფილიკი და ხანდახან თუ დავდგები. ლიკო გადაიწერა რა. კარგი რა, რუსუდან აღარ შემიძლია მეორე თეფჭაყვა სირცხვილია რა. ნანა, არ გინდა ჩემთან წამოხვიდე. არა, შეხედე ახლა. რა გინდა ამ ბუზღუნა ქალთან? მე რუსუდას ვერ მივატო. ყოჩა ხნანიკო, ყოჩა. რა, გოგო, შენთან ორი დღე ვერ გაგიძლებს. აბა კი. გიორგი იქნება ეს. ალი. მე რა გოგოა ნახე რა. რუსუდა რა ხელა. შვები? შემაქანია ხა? კი. მე ერთი ჭიქარას მიწამს. მოდის. ბატონი თამასი მოდის. ო, აი, ჩვენზე უკვე. დიდი მადლობა. სოციალ მომიდიხარ. მოდი რა ერთად დავდგეთ და გადავიღოთ რა სურათი. დი ბატონო, ერთად დავიქით რა. ძალიან მოგძაგ. აი. შუაში? აჰა, ახლა. ესე. ცოტა კიდე. კაია. ის რა კაია. მე შეხერე მარჯვენა შეგითხარი არა მგონი ლეა ხე შეხვედრია და ერთი ზუთით შეიძლება ბატონო თამას დიახ ძალიან მწყდება გული რომ ჩემი ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში კლინიკის დატოვება გადაწყვიტეთ კეთი ამას ხوارდ არა შეიძლება მე მეზობელი კლინიკიდან ვარ გასაგებია მაგრამ ის გარემო რაც აქ დამხმარე ნამდვილად ეკა არ შეუძლებელია რომ ცუდ ექიმს და ცუდ მენეჯერს შეექმნა სწორედ თქვენთან გატარებული დროის შემდეგ გადავწყვიტე ექიმობა ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის ბატონ თამას ძალიან დიდი მადლობა გაგიმარჯვეთ დიდი მადლობა გაუმარჯოს ბატონ თამას გაუმარჯოს მადლობა ვეც მინდა რაღაც თქვა თუ შეიძლება დიახ ბატონო თამას დიახ მე ძალიან მწყდებოდი რომ დავტოვოთ მართლა ძალიან მწყდება მარტო მე არა აი ყოველს გული მწყდება მე მაგალითად ვერავის ვერ წარმოვიდგენ თქვენ საქმეს მართლა ძალიან დიდი მადლობა და მართლა ძალიან ბაია გენაცოლი დიდი მადლობა ჭირდება აროჩი ნინი ხო იცი? რომელი? რომელი ნინი რა? შენი. ჩემი. მერე? კაროჩი ორსულადა. რა? რა ორსულადა. საიდანაც? საიდან თვითონ მითხრა. და რა იცი რომ შენგანა? ჩემო ქალიშვილი. თუ მე რა საპირებდო? არ ვიცი გამოვყლებდი რომ მითხრა. ბავშვებს უთხარი? არა ბიჭო გადაუფრა ბავშვებს ეგ რო იკამ გაიგოს ისე ზუს ეგოგო და ვაფშე გაგიზდება და შენი კოჩი გითხარი რომ
ყველაზე ხა გენდობი რა და ვაფშე არავინ არასდროს არ უნდა გაიგოს რა. ეგ როგორ თუ ბავშვს ხო გააჩენს და მე რაღაც აპირე. არ გააჩენს. ეგ როგორ? აბორტი რა. ყველაზე სწორი მგონი. რა აბორტი შენ შეგ ხო არა? აგაყვირებს. აბა რა აბორტი შენ ვაფშე იცი ეგ რას ნიშნავს? რა ცოდვას? მკვლელობაა შეჩემა საკუთარი შვილის მკვლელობა. აი რა მკვლელობა, აი რა ბარა ბავშვი ბიჭო ხათაო. ვაფშე გინახავს აბორტის გაკეთების ვიდეო? მაშებით აგლიჯავენ ბავშვს ხელებს, ფეხებს. მერე აი გეყო. ხო და გინდა რომ ეგრე დაემართო შენ შვილს? აბა რა უქნა. არაფერი რა უნდა ქნა. უნდა მიხედო ძმაო ნინის რა. აუცილებელი კი არაა ცოლად მოიყვანო, მაგრამ უნდა მიხედო რა. მერე ბავშვის გაშტება და ასე. აი ბიჭო რა ბავშვი ეხა მე ვინ უნდა გავზარდო ბიჭო ხო არ ხათაო. როჩი როგორი ვაფშე არ უნდა მეთქვა რა. უკვე ნათქვამი აქვს და ნამინჯერე ეგრე ჯობია. ვიცი რა მოვიფიქრო რა. ახე რას იზამ ძმაო? ამბეცრა. აი აქ 200 ლარია რა. გამორჩ. ეს რა? მანქანის გაკეთებას 200 ლარი უნდა ხომ მითხარი? კი, მაგრამ იმ ბიჭმა რო თქვა არა გვაქვს. აუ ის ბიჭი დაიგიდე რა. მე და შენ ხო გავსწორდი. კი ძმაო, გავსწორდი. ისეო. აბა მაგრად. სპასიბა ძმაო. არა, მე ჯერ არ მახსოვს, რაიმეს გაკეთება მეთხოვოს და ცუდი გამოსულოდეს. ახლა ჩიტის და საკეთებს, ხო გახსოვს მაგის ჩიტის რზე? ვაი, მე რუსო მაგისტვის ვერ მოსული. მოედა სპეციალურად ჩვენთვის ვაკეთებინე. კაი რა. არა, გოგოებო. დიას სახლის შერჩევას ძალიან დიდი მნიშვნელობა. აბა რა? აბა რა. მარინკაროა ჩემი მეგობარი ხო გახსოვს? კი. ხო და იმას მოყვანილი ყავდა სახლში თავისი ნათესავი გოგო. მერე? რა მერე? აღმოაჩინა რომ თურმე ძვირფასეულობას პარავდა შიგადაში. კაი კაცი. აბა, კაი. წარმოგიდგენია? სლაპარა. საშინელება. ხედავ ერთი რა ჭირს. მიდი. კაი, მიდი. რა ხდება, ანი? არა. გოგოებს რატო არ მიესალმე? უბრალოდ გოგოები და რა. რა კაი რა, ანი, რა. როგორ იქცევი? სად იყავი? ისევ იმ დეგენერატ შეხვდი, ხო? რით ვერ დაანებე თავი? კარგი ახლა გეყოფა რა, არ არის ეგ ბიჭი შენი შესაფერისი. აი რა მოგაფიქრა მაგასთან შეხვედრა, აი რამ? მე ურჩია რუსუდან. ხო, მისულიყო და გაერკვია ყველაფერი. არა, დამწვისუნია რაღაც. არა, დაგებებაც აი, ბისკვიტი. ბისკვიტი დამეწვა. როგორ გამომეპარა? ეს იცირისიბრალია საყვარელო? აი იქ რომერები სადაც არ არის შენი საქმე. რამ გათქმევინა დაელაპარაკეო? ძლივს ერთმანეთს დაშორდნენ, რომ შერიგებულიყვნენ. ნერვიულობდა ბავშვი და? მე არ ნერვიულო. ის იქ რა დღეში იქნებოდა, ნამცხვარი დაგვეწვა, მთელი დღე მაკუნა ამასებობდა. კარგი, მე ხავე ახალს დავაწყობ, შენ მიხედე გოგოებს. არა, ახლა აღარ გვინდა ახალი რა ძალიან. არა, მართლა
2 წუთში მოვამზადებ. აი, ნუ გამეკამათები, მძღოლს ვეტყვი და მოიტანს ნამცხვარს ახლა. აი, მოკაცრავად რა, ბოდიში რუსუდან. აი, ნუღამე ბოდიშები რა, შენი ჭირიმე რა. დაიმახსოვრე, მეტად ასეთ რჩევა აღარ მისცე. კარგი, გასაგები. საქმე გამოუჩნდა და ამის გამო არა, გარჯით რა ბატონო თამაზ, რა დროს წასვლა ჯერ. დარჩით რა ცოტა ხანს რა. დაიერო გუდარჩები მეცოლი. არა, მე მართლა ვერ წარმომიდგენია უთქონად მუშაობა. ნამდვილად ვერ წარმომიდგენია და ვერც ის წარმომიდგენია უშაბათობით შეხვედრებს ვინ ჩაატარებს. ვინდა ჩემზე უფრო ახალგაზრდა და ენერგიული მთავარი ექიმი. ჩემს ხურებას ახალგაზრდა კაცის ხურება არ ჯობია გენიცა. თქვენაირი მაინც ვერავინ ვერ იქნება ბატონო თამაზ. კაცრავად ეთიცოდი. ეთყობა რა თავში აქვს უარი. არა მგონია. უჟმურია ჩვეულებრივი. ხასიათო ბიჭია. აი რა მთელი დღე მამამის არ მეშორებია რა აქვთ ხანე სალაპარაკო. ძალიან დიდი ბოდიში მომდა დაკტავად. სადი საქმის მიხედვით. არ დამივიწყო. არა. აი, დროებით. რა ხდებოდა დედა უნივერსიტეტში? რა ვერაფერი. შესვეგრი იძახ. არაფერი არა. რა გვაქვს საჭმელი? აჯაფსანდალი დე? აკაი ხო ის ვერ ვიტანა მაჯაფსანდალს. ნუ შესაძლოა დედა. შენი რა ჭამდა ყოველთვის? მე როდის ნახე რომ მეჭამა? კაი დედო, მითხარ მაშინ რა მოგიმზადო? სენდვიჩი, ოღონდ ბაგეტში. ბაგეტი არა გვაქვს. პური გვაქვს უსაფროარო. არ მინდა. კაი დედო, ძალიან ჯანმრთელი პროდუქტია. კარგი მაშინ ჩადი და ამოიტანე. კახას დაურეკე და მოიტანოს. მამიკოს ვერ დაურეკავ მუშაობს. მუშაობს. თან ამ დრომდე. კაი რა. რევს ამბობდე? რომელი საათია, რა დროს მუშაობაა? რატო ხარ დედა უმადური? უმადური არ ვარ, უბრალოდ სხვებს აწყობთ მამები და ამ დრომდე არც ერთი არ მუშაობს. აი რა გინდა მაგით რომ თქვა ახლა? არაფრის თქმა არ მინდა, ჩემი აზრი გამოვთქვი, არ შეიძლება? არ შეიძლება დედა. მამა დღე და ღამე მუშაობს, რომ შენ არაფერი მოგაგდეს. შენ კიდე ზიხარესე და აკრიტიკებ, კარგი რა. ბოდიში საერთოდ რა ხმა ამოვიღე. მოდი შეჭამე. აღარ მშია. სადამე კარგი გიო. საქმეები იყო. საქმეები. ჩემზე მნიშვნელოვანი რა საქმეები გქონდა? შენზე მნიშვნელოვანი არა. პროგრესია. გავაკეთე რა. აკეთებ ეს მანქანა ერთ დღეში და რა გავაკეთებ? გააკეთებ. ნუ კარგი, გამნებ. შენ მანქანა დაამტვიე? აი კიდე რა. ხო? მოდი ქეძი. როგორ არის ლილდეიდა? რა სიზამს? წამოდი და ვკითხოთ. დედა. დედა. ლილი. ჰა? დედა, ქეთი მოვიდა, უნდა გაგსინჯოს დედა. მოვიდა ჩემშვილე. ხო დედა, ხო. ლილდეიდა, როგორ ხართ? არა, ხარშულო. როგორ ხართ მეთქი, როგორ? ჩემ ყოფნას თუ ყოფნა ხიაბად.
კეთი, ისე ვის ფეხი აწუხებს, მთელი ღამე არ აძინებს და არც ჩვენ გვაძინებს და ნახე იქნებ. ნახოთ აბა. იგივე მდგომარეობა, ანუ ვარიკოზია და საოპერაციო. ხო იცი რა ოპერაციას არ გაიკეთებს თან ამასაკში რა ვქნა? იცი რა ვქნათ? დაუზილოთ მაშინ ელასტიური ბინდი გააქვთ? მექნება ალბათ, თუ არ და ვიყიდი. მაშინ აღამწვა დაუზილო, მალამდე მე მჭიდროდ უნდა გადაუხვიო. მე ცოტა შევამსუბუქთ ეს ტკივილი. თუ შევამსუბუქებს რა ჭირდება? იცი რა. ეხლა ფილტრები შევამოწმოთ, ხო? კეთი, ერთი წუთი გავალ რა საჭმელს დამხედავ, ხო? თუ რამე დაგჭირდა დამიწახე. ფულს აგერ დავტოვებ. მადლობა. არაფრის პირიქით. კარგი. ეხლა უნდა წამოვჭდეთ ლილდეიდა. აბა მე დაგეხმარებით და თქვენ წამოჯექით. ოჩა. პატარა გოგო. ბაკოა. შენი მეგობარი ნინი. გამდერე დორი მცნობ. შემოდი, შემოდი. მოყვედი. დასხედეთ, მოდით. ხოშულო, თქვენ ასაკში კარგად უნდა ისწავლოთ, განათლება მიიღოთ. ჩემ ვაკოსაც უმაგას ვეუბნებ. გეთანხმებით. ჩვენს კლინიკას ახალი დირექტორი ყავს. ბატონი დიმიტრი, გაიცანით, ჩვენი კლინიკის ერთ-ერთი საუკეთესო ექიმია. კარგი ოჯახის ექიმი. იცნობდეთ, თან კარგი ადამიანი. ძალიან სასიამოვნოა. ჩემთვისაც ბატონო დიმიტრი. თითო დამიძახეთ. ოპა. გამარჯობა ყველას. ეს გინდოდა არა? მე რა მინდოდა, თუ არ იცოდი რას ეცი? მოადგილებ ჭირდება. და თუ შენ სტაჟსა და გამოცდილებას გავითვალისწინებ, არჩევანი შენზე შევეჭერე. დირექტორის მოადგილე.